ჩვენ ახლა ანასეულში ტელერადიო ანძასთან ვიმყოფებით. აქ სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულდა და მთავარი იწყება. ის რაც წლების მანძილზე ბევრი გურულისთვის მხოლოდ სურვილი იყო, რეალობად იქცევა. სულ მალე, 1 ივნისს, როდესაც თქვენს რადიო მიმღებებს მომართავთ, გაიგონებთ ხმას, რომელიც ყველა თქვენგანს ეკუთვნის. გურიას მალე საკუთარი რადიო ექნება. რადიოს დამფუძნებლებისთვის მთავარი პრიორიტეტი რეგიონის განვითარება და მოქალაქეების აქტიური ჩართულობაა. სივრცე ყველასთვის ასე უწოდებს ჯაბა გველებიანი რადიო გურიას. მისი თქმით ის გახდება პლატფორმა, სადაც მსმენელი სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს, ხოლო საკუთარი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. რადიო გურიას შექმნის იდეა უკავშირდება საჭიროებას, რომ რეგიონში არსებობდეს კიდევ ერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინფორმაცია და აფიქსირონ საკუთარი აზრი და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა რეგიონის განვითარებაში. ეს იქნება სივრცე ყველასთვის, ახალი ამბებით, საინტერესო გადაცემებით და შესაძლებლობით, რომ დაისვენოთ ჩვენთან ერთად. რადიოს შექმნის იდეა გურიაში სხვადასხვა ადამიანს თუ ადამიანების ჯგუფს წლების განმავლობაში ჰქონდა. თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. წელს კი საკმაოდ დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად მიზანი მიღწეული იქნა და საბოლოოდ გურიაში დამოუკიდებელი, საკმაოდ მრავალფეროვანი რადიო დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა, რადიო გურიას ტექნიკური უპირატესობაც ექნება. ის მძლავრი სიგნალით დაფარავს რეგიონს, სადაც სხვა რადიოსადგურების დაჭერა დღემდე საკმაოდ ჭირს. ამ მიზნით სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა ოზურგეთის, ჩოხატაურის და ბახმაროს რადიო ანძებზე. გურიის რადიო არ არის ერთი ადამიანის რადიო, ეს არ შეიძლება იყოს მარტო ჩემი ან ჩვენი გუნდის იდეა, ეს არის ყველა იმ გურულის, ყველა იმ გურიაში მაცხოვრებლის იდეა, ვისაც სურს, რომ გურიაშიც იყოს ადგილობრივი რადიო. ბევრის, რა ვიცი, ოცნება ბევრის სურვილი იყო ეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო აი ამ კოლექტიური სურვილის რაღაც თავმოყრა და ამისი ცხოვრებაში განხორციელება. ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება მედიაში მუშაობის, გურია TV 10 წელია უკვე დამოუკიდებლად ეთერშია და ამ გამოცდილებამ გუნდმა, რომელიც აქ მუშაობს, გაგვაბედინა, გადაგვაწყვეტინა ის, რომ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ძალა, ჩვენი რესურსი ყველანაირი ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური ჩაგვედო იმაში, რომ გაგვეკეთებინა რადიო გურია და მიხარია, რომ ეს შრომა, რომელიც დღეს არ დაგვიწყია და დღეს არ დასრულებულა, დიდი შრომა ჩაიდო ამაში. დღეს უკვე ფინალურ ეტაპზე ვართ, უკვე პირველი ხმები მოვისმინეთ ჩვენს ეთერში. ჩვენი რადიო იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ საკმაოდ ძლიერი სიგნალი ექნება. ეს არის ანალოგიური სიგნალი, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი. პირველი ტალღა, რომელსაც თქვენი რადიო მიმღები დაიჭერს, ეს იქნება რადიო გურია. ეს იქნება პირველი და ყველაზე ძლიერი ტალღა. დამფუძნებლების და გუნდის წევრების ძალისხმევით რადიოს სამოუწყებლო ბადი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. აქ მსმენელს დახვდება ობიექტური და განახლებადი საინფორმაციო გამოშვებები, შემეცნებითი და ანალიტიკური პოდკასტები, გადაცემები სპორტსა და კულტურაზე, ხარისხიანი და სასიამოვნო მუსიკა, ყველა ჟანრის მოყვარულისთვის. აქვე საკმაოდ ფართო ადგილი დაეთმობა გურულ ფოლკლორს. 94 და 5 ოზურგეთში, 93 და 3 ჩოხატაურში და 98 და 3 ბახმაროში. ეს ის სიხშირეებია, რომელსაც მსმენელი რადიო გურიას დაჭერას შეძლებს და რომლის სიგნალიც ხარისხიანი და სრულყოფილი იქნება. გურიას სრული დატვირთვით ეთერს 1 ივნისს შემოუერთდება და ყველა მსმენელის თანამოაზრე და უცვლელი თანამგზავრი გახდება.